14 წლის ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის პრინციპში ჩემს თავს რასაც ვეტყოდი ამას აქში, აი ჩემი პატარა რჩევები. პირველი ის რომ თქვენ ახლა ხართ ძალიან ცნობის მოყვარეები და ეს თვისება არასოდეს არ უნდა დაკარგოთ, რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, ეს არის უძვირფასესი რამ. უმეტესობას დასრული ადამიანების ამბობენ ხოლმე რომ მე რა უნდა ვისწავლო, ისედაც ყველაფერი ვიცი და ესაა დამღუპველი. იმიტომ რომ როგორც კი ეს თქვი, ცხოვრება დამთავრდა, აღარაფერი საინტერესო აღარ მოხდება. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მუდმივად მკვახე უნდა იყო. თუ მწიფე გახდი, უგველპობაში გადადიხარ, ამიტომ შენი მწიფობის პროცესი არასოდეს არ უნდა დასრულდეს და ეს დაიმახსოვრეთ. მეორე ენები. საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანაა, ქართულ ნეტში ძალიან მწირია ხარისხიანი ინფორმაცია და მრავალფეროვანი ინფორმაცია, ამიტომ თქვენი ამოცანა იცოდეთ ენები აუცილებლად იმისათვის, რომ საჭირო დროს, საჭირო მომენტში შეძლოთ წვდომა გქონდეს ბევრ და ხარისხიან ინფორმაციასთან. ინგლისური, რუსული, ან ჩინური, ან რომელიმე მათგანი, ან ყველა ერთად იქნება არაჩვეულებრივი. თვითგანათლება, თვითგანვითარება. რატომ? თანამედროვე სასწავლო სისტემა თქვენ არ მოგცემთ იმ ცოდნას, რაც მუდმივად გამოგადგებათ. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ. და არასოდეს არ ისწავლოთ ნიშნებისთვის, ან იმიტომ რომ თავზე ხელი გადაგისვან და რა კარგი ბიჭი, რა კარგი გოგო ხარ, ეს არავის არ ჭირდება. მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოთ შედეგი. მეცნიერებაში წახვალთ თუ სხვა სფეროებში ყველგან თქვენ გჭირდებათ ღრმა და არაზედაპირული ცოდნა, ამიტომ თვითგანათლება ძალიან მნიშვნელოვანია. სრული პასუხისგებლობა საკუთარ თავზე. თქვენს წინაშე არავინ არაა ვალდებული და არავინ არ იქნება ვალდებული, არც მშობლები, არც სახელმწიფო, არც პრეზიდენტი. ყველაფერი ეს არის თავის მართლება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პასუხისგებლობას, მხოლოდ მათ შეუძლიათ მართლა ღირებული რაღაცეები შექმნან, ამიტომ ჩათვალეთ, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ იმ მომენტში, როდესაც გაიაზრებთ, რომ როდესაც იტყვით, რომ კი მე შემიძლია ამას დაიჯერებთ. ეს აუცილებელი თვისებაა. კიდევ ერთი რამ, არავინ არაა თქვენზე უკეთესი და არავისზე უკეთესები არ ხართ და არ იქნებით არასოდეს. დღეს შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს თქვენი თვალთახედვის არეალში, ვიზაც იტყვით, რომ აუ ესეთი მინდა ვიყო, ძალიან მაგარია. შეიძლება შენ უფრო უკეთესი გახდე და გაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთესი გახდე, მაგრამ როცა გახდები, გახსოვდეს, რომ არავისზე უკეთესი ამ მომენტში არ ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს, არ ავნო. იცხოვრეთ მუდმივად არ ავნოს პრინციპით. არ გააკეთოთ ის, რაც სხვას ზიანს მოუტანს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერი განვითარებისთვის, ზოგადად ადამიანის განვითარებისთვის სიკეთის კეთებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი. რამხელა მიღწევებიც არ უნდა გქონდეს, თუ ეს თვისება არ გაქვს, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. ამიტომ ეს არის ჩემი რჩევები და დიდ წარმატებებს გისურვებთ.